გავიხსენებ მე, თქვენ გახსოვდა ბატონ გემოსაზრდიან კარგად, ახლობით ის სიტუაცია 99 წელს მოხდა. თუ საქართველოში არავინ თურმე არ იცოდა, რომ კარგად დაბეჭდილი ფული არ შეიძლება ქვეყანა გამოდრებულიყო. და გამაბრალეთ უვიცობა, არ იყო არც უვიცობა. ეხლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და შემიძლია ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცო, რომ ეს იყო შეგნებული ქმედება ქვეყნის დასაქმებად, მე გარკვეულად თუ რაღაცა მისგავსავდა ქვეყნის საქმე. და არ გამოუცხადე ქვეყანას რატომ მითხარით ხა? სულ ჟურნალისტებმა დღესდღე გუშინდა რამდენიმე მითხრა, რომ ესეთი ოფიციალური განმტკიცებები ხელისუფლების ოფიციალურ წარმოადგენს რამდენიმე განაცხადა, რომ ეს არის რუსული ყვალიო. ვიტიბი ბანკმა გააკეთა ამის დავალებით რატო აბრალებენ გაუგებარია, იმიტომ რომ ვიტიბი ისეთ როლს არ თამაშობს ქართულ ეკონომიკაში. ორი თამაშობს კიდე ეროვნული ბანკი თუ და იმ წუთში გააჩერეს. ამიტომ უნდა რეგულირების ცივილიზებული მექანიზმები და არ უნდა რაღაც მარგინალური თეორიების შემოტანა ქვეყანაში, რომ თვითონ არაფერს რეგულირება არ ჭირდება. რატო გაუსულე ხაზი, რომ ესეთი აზრით იყო, მე არ ვიცი ხელისუფლების წარმომადგენლებს უთქვიათ, რომ ეს მე ჟურნალისტებმა ტელეფონზე მითხრეს და უცხარი. აი თუ საერთოდ გააჩერებდა ნებისმიერ ბანკს, რომელიც წავა მასეთ ეროვნული ბანკი, იმიტომ არსებობს, რომ ერთ დღეშივე აღკვეთოს მისი მე რა გამახსენდა 98 წელი გამახსენდა. მაშინ ფოტოშოპის ასოციაციების პრესის კორესპონდენტმა მითხრა, რომ აი ვიტიბი ბანკი არის თუ არა საფრთხე, მე ვცემი, რომ საფრთხე არ არის, იმიტომ საფრთხე ჩვენ სხვანაირი რამე გვაქვს, თორე ვიტიბის არ შეუძლია ქვეყანაში თუ რა თქმა უნდა არსებობს ეროვნული ბანკი, არსებობს მთავრობა, რომელმაც იცის საერთოდ რა ხდება ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში და როგორ არსებობს ასეთი, თქვათ, მოდი ასე გავუთხოთ პირდაპირ საბოტაჟის ბლოკირების მექანიზმები და მოდით ასე ვთქვათ, მაღალჩინოსანი, რომელიც შემოსულ ქვეყანაში პოტენციური ინვესტორს ხვდება, არ მინდა არა ვარ მიჩვეული ჩემს ბუნებით, რომ გვარები და ისინი ეს იგივე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახიდან ვიცი, თორემ მე არასდროს ინვესტორი შეყავთ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და იმის ნაცვლად, რომ ის კაცი რაღაცი მიიზიდონ და სოლიდური თანხა ჩადოს, პრემიერ-მინისტრი არა, მან დარჩადო ფუდი, არა, საერთოდ. აი აქ სუპერმარკეტებში ჩავდე ფულს, არა, მაგ არ იმუშავე, რატო შეკაიდეთ მამიშვილო, შენ რო გაქვს წილი სუპერმარკეტებში, ესე იგი და სხვა ვიღაცა რამდენიმე ათობით მილიონით შემოდის, ესე იგი იმას პრემიერ-მინისტრი ეუბნები, რომ ფული არ შემოიტანა ამ ქვეყანაში, ეს არის პრემიერ-მინისტრი და ვერ გავიგე, მე ეს ჭირდება ხელისუფლებას ასეთი ადამიანები. ახალი სცენია? ეს ყოველთვის ესე იყო. არის მოდის მაყურებელი შემოვიყვანოთ, ყოველ შემთხვევაში თავად ბრძანა ბატონმა ამაღლებელმა ჩერეთ ერთნაირ ყოფილიყო ნაფიქრალი ყავს, მაგრამ უფიქრია ბიჭებს. დიახ. შემოსეხმება ნამდვილად არ შევიდეს და არა მარტო. ეს რა კარგი თქვა. დიახ, ეს გისმენთ. მოგესალმებით. გისმენთ ბატონო შეკითხვა. კავკასიას მე შეკითხვა მაქვს. ასეთი რამოდენიმე შეკითხვა, მოკლე შეკითხვა. მე ვერ გავიგე მაგალითად ამაღლობელის გამოსვლიდან ვერაფერი და თქვენ თუ გაიგეთ რამე რაღაც არის ხო და ეს ასეთრომ ისდება ყოველდღიურად გავიგზავნებთ ეს პარასკევის კურსი თამაშობს ამ მილიონებთან ხომ არ არის დაკავშირებული ამ მილიარდების შემოსვლასთან და მეორეც რა მინდოდა თქვენთვის რა ვიცი მე თქვა თუ მეკითხა ეს ძალიან მყინვარი ექსპერტები გზანდებით ბატონინგარ განსაკუთრებით თქვენ და ასეთმა ექსპერტებმა რო იმუშაონ და ხალხს დაანახონ რა არის მოსალოდნელი და გამოსავალი შესთავაზოს იქნებ როგორმე ქვეყანა წამოიწიოს და ეს ვინც არიან ეს თვითონ მოვიცილოთ ხალხმა უკვე შეუძლებელია თქვენ პოლიტოლოგებმა ბევრი კარგი და მყინვარი გადასარევი ექსპერტი გვყავს და იქნებ ეს თქვენი თავოთ ეს ყველაფერი ხალხმა დაინახოს გაუცაბუსოთ და შემოხსავოთ გამოსავალი, ეხლა მარტო გამოსავალი და პირველი რეალური ბანკის მმართველი ყავს აგერ ეთერში და თქვა რომ ეს არის კორუფციის მეტი რა უნდა ეს ამით უნდა გამეხარდეს უნდა მეცინოს შემოდემო ხშირად არის ესეთი საკითხები მოსახლეობა ხშირად აკეთებს და ძალიან ბევრი
ჩემი კოლეგა შემთხვევაში სასწავლებელი ამუშავარი კაცი ფინეთ კოლეგობითა მაგრამ აი ბევრი ჩვეულებრივი ნორმა არის ეკონომიკური ექსპერტები არის სიტუაციები ქვეყანაში როდესაც ციხეში თუ არა ხარ დაჭერილი ესე იგი თუდი ადამიანი ხარ და ეხლა თუ უმუშავარია კიდე დორს ვარ არა რაში ესაკმე ისი ამათინაც შენარესებოდი პატარა კონფერენცია მოაწყო ეს გამოცემა და იქ დაიწყო საუბარი ჩემთვის განსაკუთრებული ხალხი იყო მართლა კარგი ექსპერტები ეკონომიკისა და დაიწყეს ხალხი საუბარი იმაზე და იქით მიდიოდა სულ რომ აი შევიმუშაოთ რაღაცა რჩევები ხელისუფლებისადმი უსმინა და მე ვიყარი ხალხო თქვენ გავიჟდით თუ მე გავიჟდით ვერ გავიჟდით რას ნიშნავს მე ვიყარი შევიმუშაოთ რჩევები ერთმა მითხარით მე ვიყარით და ერთი მაინც აი არჩევა შეიძლება მისცეს ხელისუფლებას რომელსაც გაითვალისწინებს ჯერად მოთხოვნები ვარცხებობ რომელიმე ჩვენი რჩევა თუ ყველა მიპასუხა ვიცით რომ არ გაითვალისწინებენ ამ პიროვნებას მინდა განაჩენილ განწყობი და პატრიოტიზმის გამოეპასუხო და უთხრა ჩემი რჩევები უარ ჭირდება ამ ხალხს ეგ არის ჩემი პიროვნული უბედურება და გული იმაზე მტკივა რომ ჩემი პიროვნული უბედურებას ნამდვილად გაუძლებდი მაგრამ ქვეყნის უბედურებაც არის აქედან მომდინარე არანაირი რჩევა არ უნდა თამად რომ გაიგო თორე ბატონო ჩემო ერთხელ და ორჯერ თქვი თუ გნებას ბატონ დავითთან ერთად და გაზეთებში რომ ეროვნული ბანკის გაუქმება არ შეიძლება მისი იღლია შეამოდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დანაშაულია მიგვიყვანს ქვეყნის დაქცევამდე სულ არ ვიძახით ბატონებო სულ ყველა ვინც არა ვართ ხელისუფლებაში და ეკონომისტები ქვია რომ არ შეიძლება ლარის ესეთი გამყარება და ეხლა მივედით იქამდე რომ თურმე უკანონოდ მყარდებოდა და ერთი ხელის დათქმით უნდა მოვაცილოთ ეს იგივე რაზე ვყვიდოდი ჩვენ და რაზე მამაკაცი არ ხდება ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი რაზეც ჩვენ არ ვჭიოდით ჯერ რჩევას არ ვაძლევდით და მე რომ ვთქვით რომ რჩევა რა ის რომ იქ VTB ბანკი ახსენეს ის რომ პირველად შემოვიდა გრუს კაპიტალი საქართველოში მე ვთქვი და დავწერე კიდეც ეს რომ არ შეიძლება გრუს კონტროლებადი ბანკი შემოვიდეს საქართველოში და არ ვქიოდით რომ ელექტრონული ობიექტები არ შეიძლებოდა ენერგოობიექტები გაკიდულიყო და ვინ მოგვისმინა რა აგერზე ერნობა ბანკების დირექტორი არის ბენდუქიძეო ეს ეგრე მასა ბენდუქიძეს აზრი იყო მე დაუბრუნდები აი რაც ჩვენმა მოქალაქემა ეხ ბოლოს რომ დარეკა მე დღეს რამდენიმე ინტერვიუ მომიწია მიცემა და მე ვთქვი რომ ძალიან კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელი ისაუბრებს იმ ლექსიკით რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს შეეფერება ეგზოგენური თავარია იქ ხო ნუ ეს მარტივად უფრო სხვანაირად შეიძლება ითქვა არა მარტივად რატო უნდა ვთქვა ხო და ესე იგი რაზეა საუბარი ცით აი როდესაც პარალელები გავაკეთოთ რა იგივე ალან გრიცპენი რომელიც თითქმის 17 წელი ამერიკაში ხელუხლებელი პიროვნება იყო და ვერანაირი პრეზიდენტი თუმცა იქ კანონიზია რომ პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებენ მაგრამ შემდეგ 14 წლის განმავლობაში ხელს ვერავინ ვერ კიდებს და ის მართავს უკვე ფულად საკრედიტო პოლიტიკას და მე ერთხელ ვთქვი და როცა კლინტონმა ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რაღაც ფრაზა წარმოთქვა 2 საათის მერე პრესკონფერენცია მოაწყო ამერიკაში ვიყავი ესე იგი ძალიან კარგად თქვა რომ ამერიკის პრეზიდენტს უზარმაზარი ვალდებულებები და მოვალეობები აქვს და მიხედავს თავის საქმეს და ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა ყველაზე დიდი შეცდომა რა არის იცით სახელმწიფოში ინსტიტუტები სახელმწიფოს ფუძე ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ და აქ ვართ ჩვენ გაჭედილი რომ ვინ იღებს გადაწყვეტილებას სულ საუბარი ახლა მე ერთ-ერთი გადაწყვეტილება ოჩა ბატონ ბენდუქიძეს თუ იმას არავინ არ ავალებს და ის არის როგორც ამბობენ რომ ის განაგებს ყველაფერს რატო კაცო თუ ეს კაცი ყველაფერს განაგებს მას პრემიერ-მინისტრად უნდა დანიშნოს ამ ხელისუფლებამ და იგივე თუ გნებავთ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი თუ ძალიან ძლიერი და გავლენა აქვს იგივე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ის კი არ უნდა იყოს წარმოიყვანეთ და ან ესე იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნე ან ვიცე-იმად დანიშნე ან რაღაცად დანიშნე გაუგე ყველაზე დიდი შეცდომა მე საქართველოს პრეზიდენტისა რა მგონი იცით ინსტიტუტებში ძალაუფლებების კონცენტრაციის და გაწონასწორებული ხელისუფლების ნაცვლად არაფორმალურ სექტორში გადაიკანა ძალაუფლება და აქ არის ყველაზე დიდი შეცდომა შენი ეგ არის შენ რო გონია რომ პრეზიდენტის შეცდომა
აი ეგ არის ყველაზე აბა გალებოდის იხდი რა. აი ეს არის რომელიც აგონებს ქართულ საზოგადოებას და ვერ მიუღია გადაწყვეტილება. ეს ეძახდა შევარდნაძის დროსაც. შეეშალა ბატონო. არა მე